საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ვის არ სმენია აკაკი წერეთლის სულიკო. ლექსი ალბათ ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს. მაგრამ ერთი რამ უეჭველია, რომ არც ერთი თქვენგანი არ არის ისეთი, ვისაც ერთხელ მაინც არ მოусმენია შესანიშნავი სიმღერა, რომელიც აკაკის ლექსზე დაწერა ვარინკა წერეთელმა, ჩვენი ცნობილი ქართული სულიკო. რა ლექსია ესა? რაზე წერს აკაკი? რაზე ემღერება ამდენი ათეული წელია უკვე ქართველს? მოდით ვისაუბროთ ამ თემაზე. აკაკი წერეთლის სულიკოზე. სანამ ამ ლექსს გავეცნობოდეთ კიდევ ერთხელ, მანამდე მე მინდა წაგიკითხოთ ვარინკა წერეთლის მოგონება. ძალიან პატარა მოგონებაა და გამოხატავს დამოკიდებულებას ვარინკა წერეთლისა აკაკის ლექსის მიმართ. დაახლოებით 45 წლის წინათ აკაკიმ მიძღვნა ლექსი სულიკო. ეს მოგონება 90 წლით არის დათარიღებული, 1990 წლით ამ დროს არის გამოქვეყნებული. მაგრამ ცხადია თვითონ მოგონება უფრო ადრინდელ ხანას ეკუთვნის. დაახლოებით 45 წლის წინათ აკაკიმ მიძღვნა ლექსი სულიკო და მითხრა შენებურად ხმა გამოუძებნე და იმღერეო. დიდი მგოსნის შეკვეთამ რა თქმა უნდა საგონებელში ჩამაგდო. ლექსის მომხიბლავმა სილამაზემ ჩემში უთვალავი მუსიკალური სახე აღძრა. ერთ მშვენიერ დღეს გიტარის აკომპანიმენტზე სრულიად მოულოდნელად ჩამოყალიბდა სულიკოს მელოდია. როდესაც აკაკიმ ეს მელოდია პირველად გაიგონა, დიდად ნასიამოვნები დარჩა. მამღერა მრავალჯერ. შემდეგ თავისი პორტრეტი მაჩუქა წარწერით ჩემს საყვარელ ბულბულს სულიკო ვარინკას აკაკისაგან. ძალიან მოსწონებია პოეტს ეს მელოდია და ბუნებრივიცაა, მართლაც შესანიშნავი მელოდიაა. მაგრამ მარტო მელოდიაში არ არის საქმე. აქ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ლექსის ტექსტი, რომელიც არის შესანიშნავი, თავად შესანიშნავი მუსიკალური პოეტური ქმნილება. და ძალიან ღრმა აზრი დევს ამ ლექსში. მაგრამ სანამ ვიტყოდეთ რამდენიმე სიტყვას თუ რა აზრი დევს ამ ლექსში, მანამდე ერთი რამ გავიხსენოთ, რომ მხატვრული სახე ისეთი რამ არის, რომელიც სხვადასხვა გვარ ინტერპრეტაციას ექვემდებარება. ეს არ არის 2-ს მივუმატოთ 2, რომ 4-ია და დამთავრდა. თუმცა ხანდახან მათემატიკოსებიც დაობენ ხოლმე ამაზე. მხატვრული სახე ისეთი რამ არის, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა გვარის სული ჩაბერო. შენი განწყობის, შენი განათლების, შენი ამა თუ იმ თემის თუ მოვლენის მიმართ დამოკიდებულების შესაბამისად. მართლაც სულიკოს შესახებ ძალიან ბევრ ადამიანს დაუწერია და განსხვავებული მოსაზრებებიც გამოთქმულა. საყვარლის საფლავს ვეძებდი. ასე იწყება ეს ლექსი. ვინ არის ეს საყვარელი? რატომ არის ის საფლავში მდებარე? ვინ ეძებს? პოულობს თუ არა? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი აუცილებლად უნდა გავცეთ ჩვენ. აი მოდი გავიხსენოთ რამდენიმე ლიტერატურის მცოდნე თუ მწერალი, რომლებმაც შეაფასეს აკაკის ეს ქმნილება. თავის დროზე ჩვენი ცნობილი კრიტიკოსი კიტა აბაშიძე წერდა, რომ ეს ლექსი გამოხატავს ბუნების თანაგრძნობას სიყვარულის მიმართ, ადამიანური სიყვარულის მიმართ. ძალიან საინტერესო მოსაზრებაა ესა. ვასილ ბარნოვი ფიქრობდა, მაგალითად ჩვენი ცნობილი მწერალი, რომ სულიკო გამოხატავს სატრფო სამშობლოს, დაკარგული სამშობლოს ძიებას. გრიგოლ რობაქიძე ჩვენი
არანაკლებ სახელგანთქმული წერალი ამბობდა, რომ სულიკო ეს არის სატრფო მშვენიერის ძიება, მშვენიერების ძიება. ბუნებრივია, რომ ამას ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს, თავისი საფუძველი აქვს და ეს ადამიანები ტყუილუბრალოდ არ გარჯილან. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხატვრული სახე ისეთი რამ გახლავთ, ისეთი რამ არის, რომ შესაძლოა სხვადასხვა გვარი სითხე ჩაასხა ამ ჭიქაში და სულ ყველა შეიძლება თავისი გაფართლება ჰქონდეს. მაგრამ ჩემი აზრით და ვფიქრობ, რომ უკანასკნელ ხანს ბევრი იხრება ამ აზრისაკენ, ყველაზე მართებული განმარტება ამ ლექსისა შემოგთავაზა ჩვენმა ცნობილმა მეცნიერმა და მკვლევარმა აკაკი ბაქრაძემ. და უნდა გითხრათ, რომ ცოტა გასაკვირიც კი იყო ბატონ აკაკიმდე, რატომ ვერავინ შენიშნა ის კანონზომიერება, რასაც მან ასე მკაფიოდ მიაქცია ყურადღება და წარმოადგინა ჩვენთვის. რას ამბობს აკაკი ბაქრაძე? აი რას ამბობს, უყურეთ, ის პირდაპირ წერს, რომ ჩემი აზრით სულიკო დაკარგული ღმერთის ძებნაო. რატომ ნეტავ? რა ლოგიკით თქვა ბატონმა აკაკიმ ეს სიტყვები? მოდი წავიკითხოთ ლექსი და დავაკვირდეთ, რომელია მართალი თქვენი აზრით, იმიტომ რომ საბოლოო ანგარიშით ადამიანი მაძიებელი არსებაა და ჭეშმარიტებას, მათ შორის პოეტურ ჭეშმარიტებასაც დამოუკიდებლად უნდა მიაგნოს. საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო, გულამოსკვნილი ვჩიოდი, სადახარ ჩემო სულიკო. სულიკო ისეთი მიმართვა, კნინობითი ფორმა არის ცნებისა, სახელისა, სული სიტყვისა, სული გამოხატავს ყველაზე ძვირფას, რაც ადამიანებს გვაქვს და გამოხატავს ესეთი საალერსო ფორმით. სულიკოს ეძებს აკაკი. ვინ არის ეს სულიკო? საყვარლის საფლავსო რომ ამბობს, ეს საყვარელი ვინ არის? ბუნებრივია აქ შეიძლება იმ ლოგიკას გავყვეთ, რაც წეღადაც ვახსენე მე და ვიგულისხმოთ, რომ მაგალითად საყვარელში იგულისხმება სამშობლო. ასეთი ტრადიცია ჰქონდა ქართულ ლიტერატურას. მაგალითად ალექსანდრე ჭავჭავაძე ამბობდა, მას შრეთ პატიმრად ვის მონებს გული. ბუნებრივია, ამერი ლოგიკით შეიძლებოდა აკაკისაც დაეწერა თავისი ეს შესანიშნავი ლექსი. არც გრიგოლ რობაქიძის მოსაზრებაა გამოსარიცხი, იმიტომ რომ ქართველი კაცი ისევე როგორც ადამიანი საზოგადოდ მშვენიერების მძებნელია მთელი ცხოვრება. თუ კი მშვენიერება არ ახლავს ჩვენს ცხოვრებას, მაშინ სად იქნება ან ჰარმონია, ან რწმენა თუ გნებავთ და ან სიყვარული. მაგრამ ერთი რამ ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძველი დროიდან მოკიდებული საყვარელი პირდაპირი სახელია ღმერთისა. ეს მოდის ბიბლიური ტრადიციიდან, ეს მოდის ქართული ტრადიციიდანაც, მაგალითად, როდესაც ვახტანგ მე-6-ემ დაწერა, განმარტება, თარგმანი, როგორც თვითონ ამბობს, ვეფხის ტყაოსნისა, აი იქ ეს მოსაზრება ძალიან ნათლად თვალსაჩინოდ არის წარმოჩენილი. სად უნდა მოძებნოს ღმერთი ადამიანმა, რომელსაც ეს ღმერთი სადღაც დაუკარგავს? ღმერთის ძიების თემა, მუდმივი თემა ადამიანისათვის. მათ შორის ქართულ ლიტერატურაში ეს თემა ძალუმია, მნიშვნელოვანია ძალიან. და თვითონ აკაკი წერეთლის შემოქმედებაშიც ბატონი აკაკი ბაქრაძე ამას ხაზგასმით ამბობს, ეს არის ძალიან აქცენტირებული თემა. აკაკის გულის ტკივა, რომ ქართველმა თითქოს დაივიწყა ღმერთი და ამის გამო უამრავი რამ დაატყდა თავს, თავზარდამცემი და მოუნელებელი. აკაკი წერეთლისთვის რა გიღა ეს მნიშვნელოვანი თემაა,
ამიტომ ჩვენ ლოგიკურად უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლებელია ამ ლექსშიც ის იგივე თემას ეხმიანება და რომ გავყვებით ამ ლოგიკას აკაკი ბაქრაძის კვალდაკვალ, ჩვენ დავინახავთ, რომ ეს მართლაც კაფიოდ წარმოჩენილი ლოგიკაა ამ ლექსში. ეკალში ვარდი შევნიშნე ობლად რომ ამოსულიყო, გულის ფანცქალით ვკითხავდი, შენ ხომ არა ხარ სულიკო. ნიშნა თანხმობის კოკობი შეირხა თავით და ხარა, ცვარმარგალიტი ციური დაბლად სრემლებად დახყარა. ვარდი დაეთანხმა ლირიკულ გმირს ამ ლექსისა. დიახ, მე ვარ სულიკო. ეს პირველი თანხმობაა. სულგანაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო, მივეხმად კბილე ჩიტუნას, შენ ხომ არა ხარ სულიკო. დააკვირდით, პირველი პასუხი არასაკმარისად მიიჩნია ლექსის ლირიკულმა გმირმა და ახლა ბულბულს კითხა, ბულბულს მიმართა იგივე კითხვით. შეიფთქიალა მგოსანმა, ყვავილს ნისკარტი შეახო, ჩაიკვნეს ჩაიჭიკჭიკა, თითქოს თქვა, დიახ, დიახო. ეს მეორე თანხმობა მიიღო უკვე ლექსის ლირიკულმა გმირმა. დაქათქათებდა ვარსკვლავი, სხივები გადმოსულიყო, მას შევეკითხე შეფრქვევით, შენ ხომ არა ხარ სულიკო. დასტური მომცა ციმციმით, სხივები გადმომაყარა და იმ დროს ყურში ჩურჩულით, ნიავმაც ასე მახარა. ეს მესამე თანხმობაა და ახლა ეს ვიკითხოთ, ნიავმა რაღა ახარა. ეგ არის, რასაც ეძებდი, მორჩი და მოისვენეო, დღე დაიღამე, აც ტკბილა და ღამე გაითენეო, სამად დაშლილა ის ერთი. აქ ჩვენ საგანგებო დაკვირვებაც არ გვჭირდება, როდესაც ლაპარაკია სამის ერთებაზე და ერთის სამებაზე. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება პირდაპირ ვიგულისხმოთ ქრისტიანული ერთარსება, სამება. სამად დაშლილა ის ერთი, ვარსკვლავად ბულბულ ვარდადო, თქვენ ერთმანეთი რადგანაც ამ ქვეყნად შეგიყვარდათო. რა არის ჯვარი? ჯვარი გამოხატავს ორმაგ სიმბოლოს. ერთი მხრივ ეს არის ადამიანის სწრაფვა ღვთაებისაკენ, ღვთის სიყვარული, რასაც გამოხატავს ვერტიკალური ღერძი და მეორე მხრივ ჰორიზონტალური ღერძი გამოხატავს ადამიანისაგან მოყვასის სიყვარულს. აი რა არის ქრისტიანობის უმთავრესი არსობრივი გამოხატულება, ღვთისა და ადამიანის სიყვარულის ერთობა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ჩვენში, ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში და ჩვენს სულშიც. აი აქაც სამება გამოგვივიდა. თქვენ ერთმანეთი რადგანაც ამ ქვეყნად შეგიყვარდათო, მხოლოდ სიყვარულმა იცის ამ თვალის ახლა, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაგვანახოს ყველგან და ყველაფერში ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთი არის თავად სიყვარული, როგორც სახარება გვეუბნება. მენიშნა აღარ დავეძებ საყვარლის კუბო სამარეს, აღარ შევჩივი ქვეყანას, აღარ ღურით სრემლებს მდუღარეს. მორჩა, სევდა, განიავდა, განქარდა და იწყება პოვნის სიხარული. ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ, ვარსკვლავს შევყურებულ ხენითა და რასაც ავგრძნობ მე იმ დროს ვერ გამომითქვამს ენითა. ენით აუწერელი ჰარმონიაა ესა. ენით გამოუთქმელი სიხარულია ესა. ისევ გამეხსნა სიცოცხლე, თხემდის რომ წარეთ კრულ იყო, ახლა კი ვიცი სადახარ, სამგან გაქვს ბინა სულიკო. ბატონმა აკაკი ბაქრაძემ ერთ მომენტსაც მიაქცია ყურადღება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს შთაბეჭდილებას ამ ანალიზისა და კიდევ უფრო ნათელყოფს ამ ლექსის ლოგიკას. თავიდან ლექსი როგორ იწყება, დააკვირდით და როგორ ვითარდება, ჯერ მიმართავს აკაკი
ამ ლექსის ლირიკული გმირი მიმართავს ვარდს, რომელიც არის მიწაზე. შემდეგ მიმართავს ბულბულს, რომელიც არის მიწიდან ზემოთ აწეული უკვე ხის ტოტზეზის ალბათ და შემდეგ მიმართავს ვარსკვლავს, რომელიც ცაზეა. მისი ფიქრი და მისი განწყობა, მისი გრძნობა ვერტიკალურად მიემართება ქვემოდან ზემოთ. სხვათა შორის ეს მოძრაობა ფიქრისა აკაკი წერეთლის პოეზიისთვის აგრერიგად დამახასიათებელია, რომ ალბათ შეუნიშნავი არ დარჩება არავის. განღმრთობას, ადამიანის სულიერ ამაღლებას გამოხატავს ძიება ღვთისა, ხოლო მანამდე ნახეთ ლექსის ფინალში რა წერია, რა ხდება მანამდე, სანამ ჩვენ ამ ვერტიკალურ გზას გავივლით. სამად დაშლილა ის ერთი ვარსკვლავად ბულბულ ვარდადო, იქ პირუკუ ვექტორია, პირუკუ მიმართულება არის. ღმერთი მოევლინა ქვეყანას სამგვარად, სამი სახით. იგულისხმება, რომ მრავალგვარად, მაგრამ ამ წუთას სამებად არის ის წარმოდგენილი და იწყება ვარსკვლავით, შემდეგ ბულბულით და თავდება ვარდით. აქ უკუ სვლა არის. ეს ღვთის ამ ქვეყნად განხორციელებაზე მიანიშნებს. თავისთავად ცხადია, რომ როდესაც ასეთ ლექსს წაიკითხავს ადამიანი, როდესაც ის ფიქრობს სხვის ფიქრზე, როდესაც ის ითავისებს იმ განწყობას, რაც აკაკის დაუფლებია ამ ლექსის დაწერის დროს, მასაც ებადება განცდა სიხარულისა, მასაც ებადება განცდა ღვთის პოვნის სიხარულისა, აღფრთოვანებისა, იმიტომ რომ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს უფრო დიდი მიზანი და უფრო აღმატებული სიხარული. მე მინდა გთხოვოთ თქვენ, რომ კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ ეს ლექსი, ჩაუკვირდეთ იმ სახეებს, იმ სიმბოლოებს, რითაც დამოხტულია ეს ლექსი და პატივი მიაგოთ აკაკი წერეთლის დიდ ოსტატობას, პოეტურ ოსტატობას, რომელითაც ასე გამორჩეულია ჩვენი გოსანი, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს, თუნდაც ამ ლექსის დაწერის გამო. მადლობთ.